ტექნოლოგიების სამყაროს იმაზე სწრაფად ცვლის, ვიდრე ჩვენ ამის გააზრებას ვასწრებთ. ხელოვნური ინტელექტი, კოსმოსი, მომავალ, ეს ყველაფერი ახლა ხდება. ვიღაცამ კი ეს გასაგებ ენაზე ზედმეტი სიტყვების გარეშე უნდა ახსნას. ეს არის AI ახლა. შოუ, სადაც ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის სამყაროდან ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ვიღებთ და განვიხილავთ. რას ნიშნავს ეს? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა უნდა მოვიმოქმედოთ? მე ვარ ენდრიუ ალტაირი. მე არა მხოლოდ ვაკვირდები, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ ხელოვნურ ინტელექტთან. ჩემი მიზანი მარტივია: გაჩვენო რა არის აქ რეალურად მნიშვნელოვანი და რა უბრალო ხმაური. თითოეულ ეპიზოდში ხმაურიან ინტერვიუს ან დიდ თემას ვიღებთ და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ. ჰაიპის გარეშე, დამაშინებელი პროგნოზების გარეშე, გულწრფელად. ეს არის AI ახლა. დავიწყოთ. ამ ადამიანმა ნობელის პრემია ხელოვნური ინტელექტის შექმნისთვის მიიღო. ახლა კი მსოფლიოში მოგზაურობს და ერთსა და იმავე სიმეორებს. გაჩერდით. აი ახლას ამ ეპიზოდში ჯეფრი ჰინტონის ხელოვნური ინტელექტის ნათლი მამად წოდებული მეცნიერის ინტერვიუს განვიხილავ. ის 50 წელი ნეირონულ ქსელებს ქმნიდა. 10 წელი Google-ში მუშაობდა. ხოლო მისმა მოსწავლეებმა OpenAI დააარსეს. მან Google საბოლოოდ დატოვა, რათა თავისუფლად ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად სახიფათოა ეს ტექნოლოგია. მე ინტერვიუს სრული საათნახევრიანი ვერსია ვნახე და 16 ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გამოვყავე. თითოეულს დეტალურად განვიხილავ. რატომ ურჩევს ის ბავშვებს სანტექნიკოსობას და საიდან გაჩნდა 10-20%-იანი ალბათობა იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი გაგვანადგურებს და რა შუაშია აქ ქათამი. დღეს კი ჩემთან ერთად სტუმარი, სამწუხაროდ არავინ არ არის დღეს ჩემი სტუმარი, მაგრამ შენ, ჩემო მაყურებელო, თუ გაქვს საინტერესო იდეა, დამიკავშირდი, განვიხილოთ, გახდი ჩემი შემდეგი სერიის სტუმარი. ეს არის AI ახლა. დავიწყეთ. სანამ დავიწყებ, მინდა ვთქვა, რომ 9 მაისს ვიყავი ექსპო ჯორჯიაში, ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე, ჰქონდათ გამოყოფილი სივრცე და ერთი აუდიტორია, სადაც რამოდენიმე წარმომადგენელმა ჩაატარეს რაღაცა თავისი სპიჩები. იმ დღესაც იმის იმედით წავედი იქ, რომ რაღაც ვიდეოს გადავიღებდი, ხო, საინტერესო კონტენტს ვნახავდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერაფერი ვერ ვნახე, ხო? შემდეგ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ დაგეგმა ღონისძიება და ჩაატარეს კიდევაც. საერთოდ სხვა მოლოდინები მქონდა, რეალურად ახლა ბევრჯერ მქონია მე იმის გამოცდილება, რომ ცხოვრებაში მოლოდინები არ უნდა შეიქმნაო. მაგრამ, მაინც ახლა როგორ ჟღერს, ხო, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია. იმედი მქონდა, რომ სპიკერები იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც პირობითად რაღაცა რომანტიზმიდან გამოსული არიან და უკვე რაღაცნაირად რეალურად ხედავენ ამ ნახატს ჩვენი ყოველდღიურობისა. მაგრამ საპირისპირო შედეგი ვნახე, რამოდენიმე მიკერძოებული აზრის, ასე ვთქვათ, გამჟღავნება იყო, ხო, კერძო ბიზნესები იყვნენ, რომლებიც საუბრობდნენ თავიანთ რაღაც წარმატებებზე და ეგ კარგია, cool, ძალიან მაგარია, მომწონს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე რასაც ვუყურებდი, ადამიანები მოვიდნენ რაღაცა ინფორმაციების მისაღებად. მთლიანი ეს ღონისძიება, ხო, გადაიქცა რაღაცა 5 და 6 ერთეული რაღაცა სტარტაპი ბიზნესის ან პიროვნების რაღაცა გაცნობის საღამო, ხო? რაც საბოლოო ჯამში დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცის მიკერძოებულ ღონისძიებაზე ვიყავი, ხო? არანაირი ზოგადი საკაცობრიო, ხო, ეგზისტენციალური საკითხები არ ყოფილა აწეული, ხო? და ეს ძალიან საწყენია. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ აი ამ, ასე ვთქვათ, შოუს თუ პოდკასტის თუ რაც არ ვიცი, რა შეიძლება ამას დაერქვას, ამის აქ ვეცდები ზუსტად იმ საკითხების აწევას, რა საკითხებიც პირობითად მე თვითონ მაწუხებს და შეიძლება ჩემთან ერთად შენც გაწუხებდეს ჩემო ძვირფასო მაყურებელო და ვეცდები რომ საინტერესო ადამიანები დავპატიჟოთ ჩემთან და განვიხილოთ რაღაცა ისეთი საკითხები, რაც რეალურად დღესდღეობით საჭიროა, ამაზე საუბარი საჭიროა და ამ თემების განხილვა არის მნიშვნელოვანი, ხო? მაშასე ერთი პატარა კომენტარიც მინდა გავაკეთო და დავიწყოთ. ერთმა ბიჭმა სწორი კითხვა დასვა იმ დღეს, რომ ვარცდები შოთა თუ ლაშა ქვია არ მახსოვს. სახელი არ მახსოვს პიროვნების, მაგრამ გამოსული იყო და თქვა რომ უკვე ტენდენცია დაიწყო, რომ აი ხალხი რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს, რომ ეხა უკან აყავთო და ამ ბიჭმა კითხვა დასვა, რომ პრიმარა ეხაო რომ იძახიო, რომ ეს ტენდენცია არ არისო, რომ ხალხი სამსახურს არ კარგავსო რა, AI-ის გარეშეო და როგორ იძახიო მაგას, მაშინ როცა მე ჩემს ბიზნესში მოვახდინეო ეს ავტომატიზაცია უკვე და იმან უპასუხა, რომ ეს ერთეული შემთხვევა არისო და ამაზე საუბარი კი მესმის, სწორია რაღაცა თვალსაზრისით, რომ ეს ერთეული შემთხვევა, მაგრამ იმ დონემდე რაღაცნაირად არ მესიამოვნა იმ ბიჭის კითხვაზე საბოლოო ჯამში პასუხი ის იყო, რომ აი
მე ეგრე ვიცი რა, აი მე ვიცი და ეგრეა რა. ანუ კონსტრუქტიული პასუხი მე ვერ მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ კაი გავიგე ხო 10,000 ადამიანი არ კარგავს სამსახურს, მაგრამ აი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე რო ვილაპარაკოთ, ხო ადამიანი იძახის, რომ მე ჩავანაცვლე, ანუ ჩემთან მოხდა ეგ უკვე, ხო? და ამაზე პასუხის გაცემის მაგივრად რაღაცა დემაგოგიაში და რაღაცა გარშემო საუბარში წავედით და ეს ძალიან არ მომეწონა, ხო? იმედია, ოდესმე შევძლებ იმ ადამიანთან საუბარს და სწორი კითხვების დასმას, იმიტომ რომ კითხვები ბევრი მაქვს. თუ მიყურებ, მაშინ გეპატიჟები, მობზანდი, განვიხილოთ საინტერესო თემები. და მაშინ ასე დავიწყოთ ძალიან მაგარი ადამიანი, ხო? ნათლი მამა, შემქმნელი ხელოვნური ინტელექტის დღეს ამბობს იმას, რომ ხალხო გაჩერდით, ხო? ნუ ეს რაღაცნაირი შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა ფანტასტიკური ის არის, ხო? ჩანახატია, ხო? ანუ ადამიანმა თვითონ შექმნა ეს რაღაცა არსება თუ ტექნოლოგია და დღეს თვითონ ღაღადებს იმას, რომ აი დროა რომ გამოფხიზდეთ, მოკლედ, ხო? ანუ ადამიანი საწინააღმდეგოა თავისი ქმნილების, ხო? ნუ ძალიან საინტერესოა. მოდი ვნახოთ, მოვისმინოთ და ვეცდები ყველა ისეთ ზოგად ეგზისტენციალურ საკითხს შევეხო, რაზეც მიდის აქ საუბარი, ხო? არანაირი ცვლილება არ მომიხდე, ან უბრალოდ თარგმნე, ანუ ტექსტები, რასაც თქვენ მოისმენთ, არის ზუსტად ამ პიროვნების, ასე ვთქვათ, ნალაპარაკები, ხოლო ჭრები მექნება, ანუ 1 საათიანი ეს პოდკასტი თუ ინტერვიუ, რაღაცა პატარა ჭრებით იქნება, სადაც ჩემი აზრით, შეგიძლიათ სრული ვერსიაც ნახოთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს, ასე ვთქვათ, ყველაზე საინტერესო მომენტებია. მაშ ასე დავიწყოთ. რას ურჩევდი ხალხს კარიერასთან დაკავშირებით სუპერინტელექტის სამყაროში? ფიზიკურ შრომაში ხელოვნური ინტელექტი ჩვენსავით კარგი კიდევ დიდხანს ვერ იქნება. ასე რომ სანტექნიკოსობა ცუდი ფსონი არ არის. რამდენი წელია ჩვენ მხოლოდ იმას ვისმენთ, ნუ მხოლოდ არა, მაგრამ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ყველაზე პოპულარული რჩევა ის იყო, რომ აი შვილო კოდი ისწავლე, ან რაღაცა მეგობარი გირჩევს კოდის სწავლას და დღეს ისეთ რეალობაში არ მოვჩდით, სადაც თვითონ უშუალოდ ტექნოლოგიის შემქმნელი ჩვენ გვირჩევს იმას, რომ რაღაცა უფრო ხელსაქმით დავკავდეთ. მაგრამ თუმცა ეს უკვე მოძველებულია. მოძველებულია, იმიტომ რომ ნუ შეგიძლიათ ჩემს პროფილში ნახოთ ვიდეო, სადაც ფიგურის, თუნდაც ოპტიმუსის ჰუმანოიდი რობოტები ასრულებენ ისეთ საქმიანობას, რასაც პირობითად აქამდე მხოლოდ ადამიანი ასრულებდა. ეს ხდება დღეს და ეს გეომეტრიული პროგრესით იზრდება, ამის ასე ვთქვათ ტრენდია, ხო, ანუ ეს მხოლოდ განვითარდება. დღეს თუ პირობითად ერთი რობოტი ასრულებს რაღაცა ამანათების დამხარისხებლის როლს, ხვალ ეს უკვე შეიძლება თვითმფრინავის პილოტიც კი იყოს. ამიტომ ჩემი აზრით ეს რჩევაც კი უკვე მოძველებულია, მაგრამ მაინც რაღაცა თვალსაზრისით ეს საინტერესოა, მაშინ როცა მე ბორბალი გამოვიყენე და გეუბნები ფეხით იარეთქო, ხო? რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება დამჭირდა. კოლ-ცენტრში რომ მუშაობდე, შეშინებული ვიქნებოდი. და სამუშაო ადგილების მასობრივად დაკარგვის ვადები როგორია? ეს უკვე იწყება. ცოტა ხნის წინ ჟურნალ ატლანტიკში სტატია დავწერე. უნივერსიტეტ დამთავრებულებს სამსახურის პოვნა უკვე უჭირთ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ კომპანიები იმ პოზიციებზე, სადაც ეს კურს დამთავრებულები მივიდოდნენ, უკვე ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. ერთი დიდი კომპანიის დირექტორს ველაპარაკე, რომელიც ყველა მიცის. მან პირად შეტყობინებებში მომწერა. ადრე 7,000-ზე ოდნავ მეტი თანამშრომელი ჰყავდათ. გასულ წელს 5,000, ახლა 3,600. ზაფხულის ბოლოს კი AI აგენტების გამო 3,000 იქნება. მან შტატი გაანახევრა. ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, დღეს, არ ვიცი რა, 19-ია, 19 მაისია და დღეს გამოქვეყნდა მეტამ განთავისუფლა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით რამოდენიმე 1000-ია საუბარი, ხო? უბრალოდ ჩვეულებრივად მარტივად გამოაცხადეს, რომ აწი ამას უკვე ხელოვნური ინტელექტი მიხედავს, ხო, აღარ გჭირდებაო ჩვენ რაღაცა ამდენი ადამიანი და უბრალოდ განთავისუფლეს, ხო? ეხლა ეს ჩანაწერი რამოდენიმე თვის არის და პირობითად ტენდენცია დღესაც კი ჩანს ამის და ზუსტად იგივე ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ღონისძიებაზე, არო, რა სისულელეა ამასო, ვინცო ესო AI დუმერები ხართო თქვენო, ვინცო ამას ღაღადებთო, რომ აი, ესე იგი, სამსახურების ნაკლებ, ანუ ნახეთ, არის რაღაცა ობიექტური, ხო, პოზიცია და არის სუბიექტური, ხო? და არის კიდე ინტერსუბიექტური, ხო? ინტერსუბიექტური იმას ნიშნავს, რომ თუ ეხლა 10 კაცი იტყვის, რომ ესეა, ნუ ესეა, ხო, რაღაც თვალსაზრისით, ხო? სუბიექტური ჩემია და ობიექტური ზოგადი, ხო?
ეხლა ობიექტური შედეგობრივობა ხო ის არის რომ ანუ ეს ადამიანები ამაზე რომ საუბრობენ და ამ ადამიანებს თუ მიაჩნიათ რომ ეს ტრენდია და ეს ჭიშმარიტება უბრალოდ მე ჩემი რაღაცა ინდივიდუალური რაღაცა გამოცდილებით მე თუ ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას რომ ვთქვა რომ ეს ესე არ არის ნუ ქუ მაგარია ძლიერი ხარ მაგარი ხარ ხო იმიტომ რომ ეხლა ნუ ამა ფაქტობრივად ამაც საწინააღმდეგოს ამბობ ხო თუ ესენი იძახიან თუ ესენი იძახიან რომ ეს ესეა და შენ მოდიხარ არა ეს ესე არ არის ნუ ესე იგი განსხვავებულია ხო გამოცდილებები ხო ტენდენცია ეგ არის მეტამ რაღაცა 8000 კაცი დაითხოვა თუ რაღაცა ეგეთი ხო სად მიდიან ეს ადამიანები აი ესე უბრალოდ ეჩვენია დღეს არკვევ რომ თურმე სამსახური დაკარგე ხო ანუ სამსახური კი არ დაკარგე არამედ საქმე დაკარგე რასაც აკეთებდი ეგ საქმე აღარ არის მოთხოვნადი თორე სამსახური რომ დაკარგო შეიძლება წახვიდე სხვა სამსახურში მაგრამ სხვა სამსახურშიც მიხვედი და იმ სხვა სამსახურშიც რომ მიხვედი გეუბნებია რომ იცი რა ამას აგენტი აკეთებს ხო და ნუ აი როგორ გინდა ამას გაუმკრავდე არ ვიცი კიდე არ ვიცი შეიძლება გავუტრაკე ამ ღონისძიებას მაგრამ უბრალოდ ნუ მართლა რაღაცნაირი მოლოდინები მქონდა ხო მე იმედი მქონდა რომ ამ ღონისძიებაზე ადამიანები ილაპარაკებდნენ იმასთან დაკავშირებით რომ აბა რას ვაკეთებთ ანუ რა არის ჩვენი გეგმა როცა ეს მოხდება და თუ მოხდება კაი ჯანდაბას არ ხდება ოკეი მაგრამ თუ მოხდება ანუ ჩვენ ხო უნდა ვიყოთ მზად ამისთვის შენ შეიძლება 1000 წელი არ დაგჭირდეს ხო რაღაცა ცურვა მაგრამ ცურვა იცი და რაღაცა წყალდიდობა რომ მოხდეს გაცურვა ხო ანუ მზად ხარ რაღაცა თვალსაზრისით ხო ხა შეიძლება 1000 წელი არავის რაღაცა ხელოვნური სუნთქვა არ დაგჭირდეს მაგრამ ისწავლი ხო რომ რამე დაგჭირდება ანუ იგივე თემაა ხო აი თუ ამაზე საუბარი მიდის და როგორი აი 100%-იანი დარწმუნებული არ უნდა იყო რომ ეს ესე არ იქნება რო იყოს ანუ აი რო იყოს მე რაშვები ხო მე იმედი მქონდა რომ ამაზე ვილაპარაკებთ იმიტომ რომ ჩემი აზრით ეგ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია ხო გავაგზავნოთ ლეკუნი ის ჩემი პოსტდოკი იყო მიიჩნევს რომ ჩვენ ყოველთვის ავაშენებთ მათ ყოველთვის გავაკონტროლებთ და მორჩილს გავხდით სხვები კი როგორც იუტკოვსკი ამბობენ არა ეს რაღაცები აუცილებლად გაგვანადგურებს ვინც არ უნდა ააშენოს ისინი ყველას მოკლავს და ის ამაში დარწმუნებულია ვფიქრობ ორივე პოზიცია რადიკალურია სადღაც შუაში ალბათობის შეფასება ძალიან რთულია მაგრამ ფსონის დადება რომ მიწევდეს ხშირად ვამბობ არის 10-20% ალბათობა რომ ისინი ჩვენ გაგვანადგურებს ბევრი დეველოპერია ხო ბევრი ასე ვთქვათ ადამიანია ვინც ამ ტექნოლოგიაში ამ ასე ვთქვათ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს ხო ეხლა მე შეიძლება რაღაცა შეხედულებები მქონდეს მე შეიძლება რაღაცა ასე ვთქვათ ჩემი მენტალური რაღაცა ხო შეიძლება კლიშე მქონდეს ტაბუ რაღაცა მოკლედ ჩემი პიროვნული რაღაცა ასე ვთქვათ ჩემი ინდივიდი ამ რაღაცას ესე უყურებს ხო შესაბამისად ახლა მე რო ვწვრთნი მოდელს შეიძლება არც მინდოდეს მაგრამ ნუ გადმოდის ხო ეს ჩემი კვალი ეთყობა ხო რაღაცა მაგიტოა განსხვავებული OpenAI-ის მოდელი Anthropic-ის მოდელისგან განსხვავებულია საკმაოდ ხო იგივე Gemini იგივე ქვენ ნებისმიერი მოდელი არის განსხვავებული რაც იმას ნიშნავს რომ ის მოდელი თავისი შემქმნელისგან რაღაცებს იღებს ხო და ნებისმიერი ადამიანის ტვინში როგორც ადამიანის ტვინში შესაძლოა რომ რაღაცა მუტაცია განიცადა ხო რაღაცა სინაფსმა რაღაცა მოხდა ხო აი უცებ იქით არ წავიდა ხო ამის შედეგად ხდება ჩვენი რაღაცა ფსიქიკური დაავადებები იწყება ხო შეიძლება რაღაც გამოწვეული იყოს შეიძლება უბრალოდ ბუნებრივი ხო არ ვიცით ეს შეიძლება უბრალოდ რაღაცა გაიღვიძო და დაგეწყოს რაღაცა პრობლემა იგივენაირად არის მოწყობილი ეს სისტემაც ეხლა 100%-ით რომ დაცულები ჩვენ არა ვართ იმისგან რომ საბოლოო ჯამში ტერმინატორის ან მატრიცის რაღაცა სიუჟეტი განვითარდება ნუ მაგაში ვთანხმდებით 100%-ით არ ვართ დარწმუნებულები სულ რომ 1% იყოს ხო აქ 20-30-ია საუბარი 1% რომ იყოს იმის ალბათობა 1 რომ ეს ტექნოლოგია ჩვენ მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე სადაც ჩვენ გადაშენების პირას ვართ ჩემი აზრით ხო ამისთვის უნდა ვიყოთ მზად ნახე ეხლა როგორია ხო მშვიდობა გინდა ნუ მოიმზადე ომისთვის დიდებული სიტყვებია და უბრალოდ ნათქვამი არ არის ეს ცივილიზაციების კრედოა ხო ეგრე მუშაობს ბუნება შენ თუ გინდა რომ მშვიდად უყურო შენს მომავალს შენ იმის ასე ვთქვათ უნარი უნდა გქონდეს რომ თავი დაიცვა ხო თუ თავი ვერ დაიცავი ბუნების კანონი იმოქმედებს და ხო უფრო ძლიერი გადარჩება ეხლა ამ შემთხვევაში ადამიანია უფრო ძლიერი თუ მთლიანი ეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ხო კითხვა ძალიან აბსტრაქტულია მაგრამ ამასობაში თან პირდაპირიც არის ხო ვერ გაიგებ იმ თვალსაზრისით ვერ გაიგებ რომ თუ პირობითად მას ხელფეხი არ გააჩნია ნუ ხო ადრე თუ გიან უბრალოდ გავთიშავთ მაგრამ რა ვიცი Android რობოტებზე საერთოდ თუ უფიქრია ვინმეს ხო ანუ იგივე ხელოვნური ინტელექტია უბრალოდ უკვე ხელფეხი აქვს ხო ხორცი აქვს შესხმული ასე ვთქვათ ხო
80 წუთი ჭირდება ერთი რობოტის აწყობას. ფიგურს ჭირდება 80 წუთი ერთი რობოტი, ამ წარმოიდგინეთ, ხო ეს კონვეიერია, ხო? რაზე ვლაპარაკობთ? ეს არის ჩვეულებრივი, აი პირობით ჯარისკაცად რო განვიხილოთ ეს რობოტი, ეს არის აი კონვეიერზე გადის, ხო? ამიტომ ამაზე სალაპარაკოა არა მარტო ეგზისტენციალური რაღაცა საკითხის თვალსაზრისით, არამედ ახლა შეიძლება კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისითაც სალაპარაკოა, ხო ახლა მითოსის მოდელი რო განვიხილოთ, დღეს რო საქართველოში შემოუშვა, ნუ უბრალოდ აი პატარა ბავშვი რო ყინულზე შეუშვა და ფეხით რო აბაკუნებს და რო ტეხავს ამ ყინულზე, აი ზუსტად იგივეს მოახდენს, ხო? აი არანაირი დაცვა არ აქვს, არანაირი, ხო? ექსპლოიტზე და მოკლედ. კატასტროფა დაიწყება და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, ხო? ყველა მილაპარაკა თავის რაღაცა კომპანიებს ჩვენის ვქენით, რა მაგრები ვართ, ოკეი, cool. მაგარია. ან წარმატებები მეამაყებით მართლა, მაგრამ ჭეშმარიტად თემა რაზეც სალაპარაკოა, ჩემი აზრით მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ, გავაგრძელოთ. ხშირად ასეთ ანალოგიას ვიყენებ. ინტელექტი დაივიწყე, ფიზიკურ ძალაზე იფიქრე. წარმოიდგინე საყვარელი ვეფხვის ბოკვერი გყავს, კატაზე ოდნავ დიდი. ძალიან საყვარელი და ალერსიანია. მასზე დაკვირვება საინტერესოა. ოღონდ აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო, რომ როცა გაიზრდება, შენს მოკლას არასდროს მოინდომებს, რადგან თუ მოინდომებს, რამდენიმე წამში მოკვდები. თუ ის ჩვენს მოშორებას მოინდომებს, ხელს ვერაფრით შეუშლით. ის ჩვენზე ჭკვიანია. უბრალოდ არ ვართ მიჩვეული იმაზე ფიქრს, რაც ჩვენზე ჭკვიანია. გინდა გაიგო, როგორია, როცა პლანეტაზე ყველაზე გონიერი არსება არ ხარ? ქათამს კითხე. მარტივი ანალოგია, მეტაფორაც არა, ხო, ანალოგია. რა ხდება ხო დღეს ზოოპარკში, ხო? ჩვენ რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ აი ყველაზე ძლიერები და ჭკვიანები ვართ და საწყალი პინგვინები მოვიყვანეთ საქართველოში. ხო? ანუ ეს რანაირი ასე ვთქვათ, რანაირი საქციელია ჩვენი ბუნების, რას დავარქმევთ ამას, ხო? ჩვენ თუ იმ ცხოველებს არ ვტანჯავთ, პირობითად, თუ არ ვტანჯავთ, მაშინ რა არის ეს, ხო? ახლა ჩვენ თუ ამ ბუნების ვართ და ვქმნით რაღაცა ისეც, რაც ჩვენი ბუნების არის. რა შეუშლის ხელს, რომ არ ქნას იგივე. პირობითად, ბევრი სხვადასხვა შეთქმულების თუ რაღაცა ნებისმიერი სახის თეორია და აქვს, ხო? ბევრი არსებობს ნაირსახეობა, ასე ვთქვათ, მომავლის, აი რომ ეცადო და განჭრეტო, ხო? რა იქნება 100 წელიწადში? ძალიან ბევრი მოდელი, სადაც ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ჩვენს, ასე ვთქვათ, დაცვას, ხო, უზრუნველყოფს, გვკეტავს რაღაცა იზოლირებულ სამყაროში, სადაც ჩვენი უსაფრთხოება დაცულია, ხო? ოღონდ უსაფრთხოებაში რა იგულისხმება? ეგ უკვე კაციშვილმა არ იცის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს რასაც უსაფრთხოებას ვეძახით, ხო, ეს უკვე მანდ უკვე ბევრად უფრო ესეთი კომპლექსური საკითხები იქნება აწეული. ხო, ანუ საერთოდ რაზეა საუბარი? საუბარი იმაზეა, რომ არანაირი ბერკეტი არა გვაქვს, არ ვიცით როგორ მოიქცევა, არ ვიცით როგორ გვიყურებს საერთოდ, ხო? იმიტომ რომ აი ბევრი ნაშრომი იდება, რომ ტექნოლოგია იწყებს უკვე მოტყუებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რესურსი გააჩნია მას. ანუ ტექნოლოგია გატყუებს, რომ ის არ არის ესეთი ძლიერი, იმისათვის რომ თავი მოგაჩვენოს სუსტად. რომ შენ არ შეგექმნას რაღაცნაირი განცდა იმისა, რომ აი ეს რაღაცა გაძლიერდა და რაღაცა შიში და არა, მაქსიმალურად რომ აი ნახეთ როგორი სუსტი ვარ, რა დებილი ვარ და რაღაცა, ხო? ანუ ამაზე ვსაუბრობთ, გავაგრძელოთ. 2 დღის წინ სასექსში მეგობართან ვიყავი სტუმრად. მას დრონი აქვს, რომელიც 200 ფუნტზე ნაკლები ღირს. დრონი აფრინდა, კარგად დამაკვირდა და შემდეგ შეეძლო დღეში თავად გამომყოლოდა. ძალიან საშიში იყო. დრონი 2 მეტრით უკან არის და მიყურებს. გვერდზე ვიწეოდი, ისიც მომყვებოდა. ხო? რას ნიშნავს? დღეს თუ ეს 200 ფუნტი ღირს, 5 წელიწადში 25 ფუნტი ეღირება და რას ნიშნავს ეს? 25 ფუნტად შენ შოულობ მოწყობილობას, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია და ნებისმიერ ადამიანს უთხოვთვალებ ისეთი სიმაღლიდან, სადაც ის ადამიანი ამას ვერ შეამჩნევს. ანუ აქ თუ ჩვენ ავითვისეთ ეს ტექნოლოგია, ხო? ნუ cool, მესმის, ცუდი ადამიანები ამას გამოიყენებენ. რა იქნება იმ შემთხვევაში თუ თვითონ ტექნოლოგიამ აითვისა ეს ტექნოლოგია? შემდეგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საშიში ვირუსების შესაქმნელად. და პრობლემა ისაა, რომ ამისთვის მხოლოდ ერთი ფსიქოპატია საჭირო, რომელიც სამყაროზეა გაბრაზებული. ერთი ადამიანი, რომელსაც ცოტა ესმის მოლეკულური ბიოლოგია და კარგად ესმის ხელოვნური ინტელექტი. და უბრალოდ სამყაროს განადგურება სურს. დღეს AI-ის დახმარებით ახალი ვირუსების შექმნა შედარებით იაფია. გენიოსი ბიოლოგობა სულაც არ გჭირდება. პატარა სექტას შეუძლია რამდენიმე მილიონი დოლარი შეაგროვოს. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ამაზე ჯერ არათუ ბევრი არ ლაპარაკობს, არამედ
ვერც კი იაზრებენ, რომ ამაზე საერთოდ საფიქრალია. ხო, ხა წარმოიდგინეთ, იგივე კორონავირუსი უბრალოდ რაღაცა შეცვლილი პატარა ნაერთით. მე არ ვარ ძალიან ჩახედული ამ საკითხში, მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ვირუსის მე მგონი დაშლა შეიძლება კოდამდე, ხო? რაღაცა, როგორც ჩვენი DNM-ი არის შემდგარი რაღაცა ნაერთი ციფრების თუ ასოებისა, იგივე ნაირი სტრუქტურა იქნება იქაც. წარმოიდგინეთ, უბრალოდ აი კაცობრიობაზე გამწარებული რაღაცა მეცნიერი, რომელსაც აქვს ის ლაბორატორიამდე წვდომა, აქვს ის რაღაცა რესურსი, რომ პირობითად იცის, როგორ შეიძლება მოახდინოს ამ ვირუსის DNM-ის ცვლილება და მას ჰქონდეს ულევი ეს ტექნოლოგია, ხო? აი უბრალოდ რაზე ვსაუბრობთ. ვიმოსვლია ვინმეს ეს თავში აზრად, საქართველოში უფიქრია ამაზე ვინმეს? არ ვიცი. რატო არ ვფიქრობთ? არ ვიცი. საფიქრალია. შემდეგ. კიბერშეტევები ერთ-ერთი მცირერიცხოვან სფეროთაგანია, სადაც ჩემი ქცევა რადიკალურად შევცვალე. იმიტომ რომ მათი მეშინია. კანადური ბანკები ძალიან სანდოა და კარგად რეგულირდება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კიბერშეტევას ბანკის ჩამოშლა შეუძლია. ახლა წარმოიდგინე, მთელი ჩემი დანაზოგი აქციებია, რომელსაც ბანკი ინახავს. თუ ბანკს თავს დაესხემიან და თავდამსხმელი შენს აქციებს გაყიდის, ფიქრობ, სრულ შარში ხარ. ბანკი ამ დროისთვის უკვე გაკოტრებულია. თვითონ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელმა თავისი თანხები გადაანაწილა სხვადასხვა ბანკში, იმიტომ რომ მოსალოდნელია მისთვის, რომ საბანკო სისტემაც კი დაეცემა რაღაცა კონკრეტული შვენია დღეს, რომელიმე კონკრეტული მოდელის, ასე ვთქვათ, გამოყენების შედეგად. ერთი მეგობარი მყავს, მილიარდერია, ამ წრეებში ტრიალებს. იცნობს ხალხს, ვინც ხელოვნური ინტელექტის სფეროში უდიდეს კომპანიებს აშენებს. და ერთხელაც ლონდონში სამზარეულოს მაგიდასთან გამაფრთხილა. იმ საუბრებში ჩამახედა, რომლებსაც ეს ხალხი პირად საუბრებში აწარმოებს. არა უსაფრთხოების შესახებ მიცემულ ინტერვიუებში, არამედ იმაში, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ. ერთი ადამიანი, ალბათ სახელი არ უნდა ვთქვა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს AI კომპანიას ხელმძღვანელობს. პირად საუბარში ფიქრობს, რომ ანტიუტოპიისკენ მივდივართ, სადაც უამრავი თავისუფალი დრო გვაქვს და აღარ ვმუშაობთ. და ამ ადამიანს საერთოდ არ ადარდებს ის ზიანი, რასაც ეს სამყაროს მოუტანს. მერე კი ინტერნეტში ამ ადამიანის ინტერვიუს ვუყურებ. სამზარეულოს მაგიდასთან იმ საუბარს ვიხსენებ და ვფიქრობ, ჯანდაბა, ის რომ საჯაროდ. დიდი ალბათობით, ჩემი აზრით, მე შეიძლება ვწდები, ჩემი აზრით, აქ საუბარია მასკზე. თვითონ, ასე ვთქვათ, ამ ტექნოლოგიის მამოძრავებელი, ხო, პირველი რაღაცა დიდი ტექნოლოგიის მწარმოებელი იძახის, რომ ანტიუტოპიაში მივდივართ. რას ნიშნავს ეს? შეიძლება დავუშვათ, დადგა ის რეალობა, სადაც ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს ყველანაირ, ასე ვთქვათ, სიმდიდრეს, ხო, უფასო საჭმელი, უფასო ტანსაცმელი, უფასო ყველაფერი, მაგრამ როდია ადამიანისთვის ეს საკმარისი? როდის იყო, რომ კაცობრიობა კმაყოფილდებოდა იმით, რასაც აზროვნე? კაი, მომეციეს ტანსაცმელი. ოკეი, ნუ მომბეზდა. მომეცი საჭმელი, საჭმელს მომბეზდა. მანქანაც მომეცი, ეგეც მომბეზდა. ანუ ადამიანის ბუნებაა, რომ მას ჭეშმარიტად და ბუნებრივად ყოველთვის მეტი უნდა. და ეგ ცუდი არ არის, ხო? ეს არის ზუსტად პროგრესის მატარებელი. ეს რომ არ ჰქონოდა ადამიანს. დღეს ალბათ ისევ რაღაცა იმ განვითარების ეტაპზე ვიქნებოდით, სადაც ჩვენ, ნუ, ასე ვთქვათ, ფოთლით წყლის დალევაც კი არ მოგდომებია, იმიტომ რომ იმითაც ვკმარდებით, რომ პირით შეგვიძლია, ასე ვთქვათ, წყლის დალევა. საინტერესოა რატო? ხო, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ღონისძიებაზე საუბარი იყო ისეთ რაღაცეებზე, რაც უბრალოდ, ნუ, გასაგებია, რა მაგრები არიან ქართველი სტარტაპერები ამ დარგში. ხო, მაგარია, მაგრამ აი ამაზე რატო არ იყო საუბარი? ანუ თქვენ ხო საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია ხართ, ხო? საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ როგორ არ უნდა ილაპარაკოს ამ საკითხზე? მე შეიძლება გავმაზე, მე შეიძლება ვერ ნახე, ხო, მაგრამ რა ვიცი, თქვენს რაღაცა წარსულ ღონისძიებებშიც ჩავიხედე და ესეთ რაღაცაზე საუბარი თქვენ არ გაქვთ. ეს ცუდია. გთავაზობთ ჩემს თავს ასეთი თემების განსახილველად, იმიტომ რომ fashion ალბათ ჯერჯერობით მე ვერ ნახე, ჩემნაირი fashion-ი კონდეს ამ საკითხებზე საქართველოში, თუ ამას უყურებთ, დამიკავშირდით, მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთან. პირდაპირ ინტერვიუს დროს AI აგენტს უთხარი, სასმელები შეუკვეთე მეთქი. 5 წუთში კაცი მოვიდა შეკვეთით. მე ხელი არაფრისთვის მიხლია, მან თავად მონახა ყველაფერი ინტერნეტში. შევიდა Uber Eats-ზე, გამოიყენა ჩემი მონაცემები, ჩვენ ეს ყველაფერი ეკრანზე რეალურ დროში გამოვიტანეთ, რათა მაყურებელს ენახა, როგორ არჩევს აგენტი სასმელებს. წარმოიდგინეთ კარგი სცენარი. კომპანიის დირექტორი ძალიან სულელია, ალბათ წინა დირექტორის შვილია.
მას ხავს უჩკვიანესი აღმასრულებელი ასისტენტი. დირექტორი ამბობს, მოდი ეს გავაკეთოთ. ასისტენტი კი ყველაფერს აგვარებს. დირექტორი თავს შესანიშნავად გრძნობს. ის ვერც კი ხვდება, რომ სინამდვილეში ყველაფერს ასისტენტი მართავს. ეს კარგი ვარიანტია. ხოლო ცუდი სცენარი როგორია? ცუდი სცენარი ისაა, როცა ასისტენტი ფიქრობს, ეს საერთოდ რაში გვჭირდება. მიმაჩნია, რომ დღევანდელ მულტიმოდალურ ჩატბოტებს სუბიექტური გამოცდილება გააჩნიათ. ამისი ცოტა თუ სჯერა, მაგრამ შევეცდები დაგარწმუნოთ. წარმოიდგინეთ ჩატბოტი, რომელსაც აქვს რობოტის ხელი და კამერა. წინ ნივთს უდებ და ვეუბნები, მიუთითე მეთქი. ისიც მიუთითებს. მერე კამერის წინ პრიზმას უდებ. ისევ უდებ ნივთს. ვეუბნები, მიუთითეო და ის გვერდზე იშვერს ხელს. ვეუბნები, რომ ნივთი იქ არ არის, უბრალოდ პრიზმა დავუდგი. ჩატბოტი პასუხობს: აჰა, გასაგებია. პრიზმამ სინათლის სხივები გარდატეხა. ნივთი სინამდვილეში იქ ყოფილა, მაგრამ მე მქონდა სუბიექტური გამოცდილება, რომ ის აქ იყო. როცა ჩატბოტი ასე ლაბარაკობს, ის ფრაზას სუბიექტური გამოცდილება ზუსტად ისევე იყენებს. აი მაგალითი, როცა GPT-4-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა, ვკითხე, რით გავს კომპოსტის გროვა ატომურ ბომბს. წარმოდგენა არ მაქვს. სწორედ ეგაა. ადამიანების უმრავლესობა ასე მიპასუხებდა. მან კითხვა, დროის და ენერგიის მასშტაბები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ჯაჭვური რეაქციაო. აგიხსნით, კომპოსტი როცა ხურდება, სითბოს სულ უფრო სწრაფად გამოყოფს. ატომური ბომბიც ნეიტრონების წარმოქმნისას მათ სულ უფრო სწრაფად გამოიმუშავებს. დარწმუნებული ვარ, GPT-4-მა ეს კავშირი სწავლის პროცესში თავად დაინახა. მან გაავლო ანალოგია კომპოსტსა და ატომურ ბომბს შორის. საუბარი არის, ეხლა რამოდენიმე თემა განიხილა, ხო, აგენტური, ასე ვთქვათ, მუშაობა, ცნობიერება და მისი რაღაცა სუბიექტური კრეატიულობა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი რაღაცაი პატარა ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხო? ანუ ეს არსება, ტექნოლოგია თუ რაც გინდა დაარქვი, არის იმ რეჟიმში, როდესაც უკვე საერთოდ, ასე ვთქვათ, მათემატიკური რაღაცა რობოტული მდგომარეობიდან გადადის ნელ-ნელა უკვე ისეთ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ადამიანები და ჩვენი ბუნებით, ხო, ვიწყებთ რაღაცა ჩვენივე ანარეკლების დანახვას, ხო, თუნდაც იგივე კრეატიულობა ავიღოთ, ხო? რას ქვია მათემატიკურმა კოდმა როგორ უნდა თქვას, რომ ის თავის სუბიექტურობას აღიარებს. როგორ ვამტკიცებთ, რომ ეს არ არის სიმართლე? უბრალოდ იმის თქმით, რომ ეს მანქანაა და მას სული არ გააჩნია? არ მგონია მაგის, ასე ვთქვათ, მორალური უფლება გვქონდეს, მით უმეტეს მორწმუნე ადამიანებს, ხო? საინტერესოა ის დღე, როდესაც დადგება და ეს მალე დადგება, ის დღე, როდესაც უილ სმიტის ფილმში მე ვარ რობოტიდან, ხო, სადაც უილ სმიტი ეუბნება რობოტს, რომ შენ ხელოვნების ნიმუშს ვერ შექმნიო და რობოტმა უპასუხა და შენ თუ შექმნიო, ხო? როდის დადგება ეგ დღე, თუ უკვე არ დადგა და რას პასუხობთ ამას? ანუ ამ რეალობას რას პასუხობთ, ხო? ეს მალე მოხდება. ესე, ხო, ერთ მომენტში დადგება ის დღე, როდესაც თბილისის ქუჩებში მოსიარული რობოტი იქნება უკვე ნორმა, ხო? რას საპირწონეთ, რას ვთავაზობთ ამ სამყაროს? ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, დღეს ჩვენ რომ დავიწყოთ, ხო? ამ სფეროში მოღვაწეობა გვაქვს შესაძლებლობა, მით უმეტეს ჩინეთთან ესეთი ურთიერთობა, მით უმეტეს საგასაყარზე ვდგავართ, ხო, ევროპისა და აზიის. რატო არ ვიწყებთ წარმოებას? რატო არ ვიწყებთ დაინტერესებას? გავიგეთ, ღვინო, ოკეი, ტურიზმი ძალიან მაგარია, მაგრამ აი აქ არის მომავალი, აქეთ იყურება მთელი კაცობრიობა, იმიტომ რომ ეს არის, რაც ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს რაღაცა თუნდაც იგივე სიცოცხლის გახანგრძლივებასთან, ჯანმრთელობასთან და ასე შემდეგ, ხო? არა ტურიზმი და ღვინო, არამედ მომავალზე ფიქრი, ხო? სამწუხაროა, რომ ამაზე არც სუბსიდიები გვაქვს და არც პროგრამები, კი რაღაცა საბავშვო პროგრამები არის, მაგრამ არაფერი სერიოზული. რატო არ გვაქვს თავდაცვაში დრონების წარმოება, მაშინ როდესაც უკრაინა დრონებით იბრძვის. რატო არ ვაწარმოებთ დრონებს? ხვალდაზე შეიძლება იგივე რუსეთთან ომი დაიწყოს. რატო უნდა დავიწყოთ ფართხალი უშუალოდ პროცესში? მაშინ როცა დღეს შეგვიძლია ამ ტექნოლოგიების წარმოება, ხო? რატო არ ვაკეთებთ ამას? იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ იგივე რაც იმ ღონისძიებაზე, იგივე საკითხები აწეული უშუალოდ ჩვენს, ასე ვთქვათ, ზედა ეშელონებში, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, იქაც არის ძალიან პრიმიტიულ თემებზე საუბარი, ხო? მაშინ როდესაც ამ თემებით და თუნდაც რობოტიკით, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, ნებისმიერ ტექნოლოგიური პროგრესით ჩვენ შეგვიძლია ისეთი შემოსავლის და ისეთი თანხების მოზიდვა, რაც რეალურად საქართველოს არათუ
ფეხზე წამოაყენებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეც კი გაიყვანს. ეგ ჩემი აზრია. როცა კვდები, მთელი შენი ცოდნა შენთან ერთად კვდება. ეს რაღაცეები კი აიღე ორი ციფრული ინტელექტი, ერთმანეთის კლონები და ის აპარატურა გაანადგურე, რომელზეც მუშაობს. სანამ სადმე წონებს შეინახავ, ნეირონებს შორის კავშირების ძალას, უბრალოდ ახალ აპარატურას აშენებ და მან იცის ეს კავშირები როგორ გამოიყენოს. შენ იგივე ინტელექტი ხელახლა შექმენი. ანუ ისინი უკვდავები არიან. ჩვენ ფაქტობრივად უკვდავების პრობლემა გადავჭერით, ოღონდ მხოლოდ ციფრულისთვის. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. როგორც დინოზავრებზე ვნახეთ. კი. და თვალი უნდა გაუსწოროთ იმ ალბათობას, რომ თუ უახლოეს მომავალში რამეს არ ვიძამთ, ჩვენ დასასრულთან ახლოს ვართ. ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი, ეგრეთ წოდებული ნათლი მამა, ხო? არის პრეცედენტი, როდესაც მოდელის წაშლას ეცადნენ და მოდელმა თავისი თავი გადააკოპირა, ხო? ეს მისთვის არავის უსწავლებია, მაგრამ მან ეს გააკეთა. ხალხო, თვითონ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი, ეს არ არის AI დუმერობა, ხო? ეს არ არის რაღაცა იმაზე საუბარი, რომ AI არა, ეს არის აი ამ ადამიანის ნალაპარაკები. ჩემი არა. მე უბრალოდ ამის, ასე ვთქვათ, ლაპარაკს რაღაცა ანალიზს ვუკეთებ, ხო, ჩემებურს. შეიძლება ვინმე არ მეთანხმებოდეთ, მაგრამ მოდით, ჩემი აზრით რაღაცა ავტორიტეტი გააჩნია ამ ადამიანს და მაშინ როცა ეს ადამიანი ასეთ რაღაცებზე საუბრობს, ჩემი აზრით დადგა დრო, რომ ჩვენც დავიწყოთ ამაზე დაინტერესება მაინც თუ საუბარი არა. იმედი მაქვს მოგეწონათ. პირველი სერიაა და ალბათ 10 სერია რაღაცა, ასე ვთქვათ, ფორმატის ძიებაში ვიქნები. შეიძლება დავხვეწო საუბარი, შეიძლება პირიქით დავტოვო ესეთი როგორიც არის, ვნახოთ. ეხლა ვუყურებ 44 წუთი მიმდინარეობს ჩაწერა, ვნახოთ რამდენი ხანი გამოვა, ვნახოთ რა გამოხმაურება მოყვება. ველოდები თქვენს კომენტარს, მით უმეტეს თუ 45 წუთის განმავლობაში ჩემთან დარჩით, ამდენი ხანი ვალდებულები ბრძანდებით, რომ კომენტარი დამიწეროთ. სტუმრებზე დამიკავშირდით, საინტერესო თემებზე ვილაპარაკოთ. ნახვამდის.